პირველ რიგში მინდა გულთბილად მხარი დაუჭირო ირაკლი კუპრაძეს ძალიან წესიერი, კარგი ადამიანი, კარგი კანდიდატი, რომელიც მოუხდება თბილისს. კარგი სუფთა წარსულით. და რაც მთავარია, ახალი იდეებით. და რაც მთავარია, ძალიან დიდი მოტივაციით, ემსახუროს ხალხს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ შედარებაც, უბრალოდ შეუძლებელია. ხო, მეორეს მხარეს ჩხავს აბსოლუტურად კორუმპირებული. აი ამ რაღაც თქვენ კარგად იცნობთ მას, ემეგობრებოდით თავის დროზე და მეტიც როცა გადაწყვიტეთ მერობის კანდიდატობა თავად, მასთან ჰქონდათ კომუნიკაცია და საქმის კურსშიც ჩააყენეთ და სიმართლე გითხრათ, ახლა ახლო მეგობრობა მე იქ არც მქონია ბევრი რაღაც დონეზე როგორც ჩანს. ხო, ამიტომ ახლა აქ არჩევანი ცხადია. ხო, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში, გასაგებია ეს კალაძე კობახიძის კორუმპირებული დაჯგუფება, რომელსაც გონიათ ახლა რომ ღარიბაშვილი, ლილოშვილის დაჯგუფებას რაღაცა მოუგეს, დროებითი ეს ყველაფერი. აი ეს უნდა მეკითხა სწორედ. ესენი ხო თოჯინები არიან ახლა. ესენი არიან თოჯინები, რომლებსაც რაღაცა პერიოდ ძალიან კარგად იგრძნობოდა 1-3-4 თვის უკან მთავარმა ადამიანმა. აგრძნობინა რომ მათ რაღაც ძალაუფლება აქვს ხელში, გაეთამაშა, ესენიც ახლა მოყოყოჩდნენ და ახლა მოსმოლები არიან სულ ყველა ამათ. არჩევნების შემდგომ უნდა ნახოთ ამათ იმ ძიმე მდგომარეობა. აი მაინტერესებს სხვადასხვა ამ დაჭერების კონტექსტში მინდა გკითხოთ ახლა ეს თქვა ჯერჯერობით დაბალ რანგზეა ლაპარაკი, იქ ყოფილი მინისტრი არის ერთი თავდაცვის, მაგრამ ეს რა ტიპის ბრძოლა, რასაც თქვენ უყურებთ ახლა კობახიძის გუნდის მხრიდან, ეს თქვა ყოფილი პრემიერის და ყოფილი სუსის ყოფილი უფროსის მიმართ? არა, ეს ახლა არის ერთი დაჯგუფების, მეორე დაჯგუფებით ჩანაცვლების პროცესი. დაბერდნენ ისინი, გაცვდნენ, ბევრი წელი იყვნენ. მათ უკვე დასაკარგი ბევრი რამე გაუჩნდათ. ახლა საჭიროა ახალგაზრდა, უფრო მოტივირებული, რომლებიც უფრო მეტი ენთუზიაზმით დაუმტკიცებენ პატრონს ერთგულებას და უფრო მეტ სიგიჟობებზე და ბოროტებებზე მოაწერენ ხელს. ეს ხდება მეტი არაფერი და საბოლოო ჯამში ახლა იქ ვინ უფრო მეტი მოიპარა და ვინ უფრო მეტი დამალა და მოასრო სახში წაღება, ეს ტექნიკური საკითხი ახლა ამას იქ ეს არის საკითხი ერთმანეთთან ბრძოლის, მეტი არაფერი. უბრალოდ ფაქტია, რომ ის თაობა შემდეგ უფრო მოსვამსო და მოსვამს, რა თქმა უნდა, ბრასუცამს. ის თაობა უკვე გაცვდა. ახლები იყვნენ საჭირო, რომლებიც უფრო მეტი ასეთი თავგანწირვით დაუმტკიცებენ პატრონს ერთგულებას და უფრო მეტ სიგიჟობებზე მოაწერენ ხელს. ეს არის და ეს მეტი არაფერი. საბოლოო ჯამში სქემა მართვის არ იცვლება ქვეყანაში. მართლობით სქემა არ იცვლება ქვეყანაში. სამწუხაროდ მე მქონდა იმედი, რომ 20 წლის შემდეგ ჩვენ შევძლებდით ამის ცვლილებას, იყო ამის რაღაც ნიშნები, მაგრამ არ გამოვიდა და მივედით იქ სადაც. კი ბატონო, მოსვამზე მინდა ისევ ჩაგეკითხოთ, თქვენი აზრით კობახიძის დაბერების არა კარგად ახალგაზრდაა, მაგრამ თანამდებობრივად, ისიც ივანიშვილის კარზე არჩევნების შემდეგ შეიძლება რაღაც პრობლემები შეექმნას მისი როტაციის დროს. არა, სახელდაგვარს არანაირი მნიშვნელობა აქვს. უფლებამოსილები დაუვიწროვდება, რა თქმა უნდა, უფლებამოსილები დაუვიწროვდება, არაფერი საერთო არ ექნება ძალოვნებთან, არაფერი საერთო არ ექნება ფინანსებთან, არაფერი საერთო იქნება ერთთან, მეორე საბოლოო ჯამში დარჩება განათლების სამინისტრო და ეკონომიკაზე რაღაც განცხადებების კეთება. დინარაძეზე გავლენა უშუალოდ ივანიშვილს ექნება? ვის ექნება ახლა თქვენ რა გონიათ ახლა იქ რა თქმა უნდა ესე იქნება. უბრალოდ დარჩება განათლების რეფორმატორი, განათლების რეფორმების პრემიერად. ერთ პრემიერი ესეთი ყავდათ. ახლა გვეყოლება მეორე განათლების რეფორმების პრემიერი. ეს იქნება და ეს. კი ბატონო, მოკლედ ასე უყურებთ ოცნების წიაღში პროცესს. კარგით, 4 ოქტომბერი ფიქრობთ, რომ ამომრჩევლისთვისაც იქნება დიდწილად არჩევნების დღე. ოპოზიციური ამომრჩევლისთვისაც მათზე არ იქონიებს გავლენას, თქვათ აქტიური ადამიანების, თქვენ ამბობთ, რომ მთავარი მიღწევა სწორედ მშვიდობიანი პროტესტი იყო, ამ მშვიდობიან პროტესტში ჩართული ადამიანების ხმაც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახლა ეს არჩევნები არ არის გამოსავალი. მე უბრალოდ მესმის, რომ ბევრი მათგანი შეცდომაში შეყვანენ, ბევრ მათგანს ჯერა. არიან ახლა იქ ვიღაცები გამოდიან, რაღაცეებს წერენ, რაღაცას ფილოსოფოსობენ, რომ აი ვიღაცა გვერდიდან რაღაც დამკვირვებლის როლია და თავის მომენტს ელოდება რაღაც ბევრი სხვადასხვა, მაგრამ უნდა გვესმოდეს რამდენიმე რამ. პირველი, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში არის ძალიან დიდი დაკვეთა ცვლილებებზე, მაგრამ
ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან ცვლილებებზე დაკვეთა და მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს გავახსენო, რომ წინა არჩევნები ოცნებამ მოიგო მშვიდობაზე მოთხოვნით. და ამ მშვიდობაზე მოთხოვნა ჩვენ ოპოზიციამ ვერაფერი ვერ უპასუხა. შენ როდესაც იცი რომ წინა არჩევნებიც აი ამით მოიგო ოცნებამ და შემდეგ არჩევნებს რევოლუციას დამხობას და მშვიდობიან დამხობას ახვედრებ, ნუ ეს უბრალოდ სიგიჟეა, ან იდიოტია. კი ბატონო, აღარ გქონდა. ეხლა სხვათა შორის მშვიდობა შეცვალა კორუფციის თემით, როგორც ჩანს, ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობა პლანეტაზე აქტუალურია, კი ბატონო. ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს მინდა უთხრა, რომ უბრალოდ ის ადამიანი, რომელიც არ მივა და არ მიცემს ხმას უბანზე, არითმეტიკულად ოცნებას უზრდის პროცენტს. კი ბატონო, მადლობა. ამიტომ ყველანი უნდა მივიდეს. მადლობა, გიორგი გახარია გვერდთვებოდა ბერლინიდან. მადლობა მას კიდევ ერთხელ რეკლამის შემდეგ